გოგა ჯიჯიჯი წერტილი ქო წარმოგიდგენთ ებული საუკუნე დედა კარგად არის ძალიან მიხარია რამდენი რამ გადაიტანა და კიდევ ჩვენ გვამხნევებს ძალიან მომენატრა ჩვენ კი შენ მოგვენატრე მაგრამ არაფერს გვიყვები სანჯაკში რა ხდება მე გეტყვი სანჯაკში არ ჩერდება სულ დარბის იქ იმიტომ კი არ გვაგზავნით რომ გავერთოთ შენ ის გითხარი დღეს როგორ დაგამარცხე ნეტა როდის გაიზრდები უფლისულო ზემოთ ამოვალ და დავისვენებ რუსტემ მაგრამ ისე მცემეს მთელი სხეული მტკივა დაიკო სელიმი მართალია ბაიაზიდ დროა გაიზარდო არ დაგავიწყდეს მე მკვიდრი სანჯაკში შენ მიემგზავრები უბრალოდ ვიხუმრე რამდენი დღე გავიდა მაგრამ ბრძანებელი არაფერს ამბობს მოითმინეთ უფლისულო დამიჯერეთ მანისაში თქვენ გაიმგზავრებით დედასთან დალაპარაკება ვერ მოახერხე უფრო სწორად ვერ შევძელი რამე მოხდა ხაზინიდან გამოყოფილი თანხა არ მყოფნის გამუდმებით თვალს ვიღებ შეგიძლიათ წახვიდეთ რამდენი გჭირდება 500,000 აქჯე სად მიგაქვს ფული ბაიაზიდ ყოველთვის საკმარისზე მეც გიგზავნით ჩვენი უფლისული მეტისმეტად ხელგაშლილი და გულკეთილია სულთანო ფულს მეომრებს და მოსახლეობას ურიგებს ომასია ყველა ერთნაირი ვერ იქნება რუსტემ ფაშა მე ასეთი ვარ თუ დედას არ ეტყვით მე მოვაგვარებ ვეტყვი მაგრამ სხვამ არ უნდა გაიგოს განსაკუთრებით მამამ თორემ მანისაში აღარ გაგიშვებს სულთანო უფლისულო დიდით რო გავიდა რა ბოლოს მეჰმეთის დაკრძალვაში შევხვდით ალაჰმა სასუფეველი დაუმკვიდროს ამინ ის მან უგეშებს რომ მამის გულში სამარადის ოხსო უნდა დაიმკვიდრა თქვენ შვილი დაკარგეთ მე კი ძმა დამიჯერეთ ძალიან განვიცდი მანისაში ამიტომ მიგიწევს გული უფლისწულო ნუგეშში ქეძებს სადაც მეჰმეთის სისხლი დაიღვარა ამას ის ამბობს ვინც ბინძური თამაში წამოიწყო და მანისიდან გამაძევა ალბათ ალაჰმა არ გაპატიათ ჩემი ძმის სიკვდილით დაგსაჯათ ჩადენილ საქციელზე პასუხს ყველა აგებს მუსტაფა ყველას საკადრისად მიეზღვება არ დაგავიწყდეს წვერვალზე ასვლას მთელი ცხოვრება სჭირდება ჩამოვარდნას კი წამები
უფლისწულო, მითხარი რა გაიგე? რას ამბობდნენ? იქ დიდხანს არ გამაჩერეს, თუმცა რაღაც მაინც გავიგე უფლისწულო. უფლისწულს ვალი ჰქონია, სურს დახმარება ჰიურემ სულთანს თხოვოს. რა იყო სულეიმან? რამ ჩაგაფიქრა? ახლა ხან უფლისწულ მუსტაფას შევხვდი. რამე ხომ არ მოხდა? არა, უბრალოდ ვისაუბრეთ. დიდი ხანია თავი ასე კარგად არ მიგრძნია. იანიჩრების ამბავი ჩემს ყურამდეც მოვიდა. მეგონა ნაწყენი იყავი. კარგია რომ არ გაუბრასდი. ასია. მუსტაფა უკვე გაიზარდა. ნამდვილი უფლისულია. მისი ქცევა და გამჭრიახი გონება ძალას მმატებს. მხოლოდ მისი სულეიმან. ბაიასიდის გყავს. კიდევ სელიმი და ჯიჰანგირი. ცდილობენ ღირსეული შვილობა გაგიწიონ. მაგაში ეჭვიც არ მეპარება. როგორც მამა, ყველა შვილით კმაყოფილი ვარ. ალაჰმა დალოცოს ისინი. მაგრამ როგორც მბრძანებელი, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი შვილები არიან, კმაყოფილი ვერ ვიქნები. ეს საკმარისი არ არის. როცა საქმე შვილებს ეხება, გადაწყვეტილების მიღება რთულია. ხომ ასეა? ძალიან ხელავენ. შენს ბრძანებას ელოდებიან. როგორ ფიქრობ, მემკვიდრის სანჯაკში ვინ უნდა გავგზავნო ჰიურემ? რომელი უფლისული? დედას ჩვენი ნახვა გაუხარდება. ძალიან მენატრება. მასაც ენატრები. დედა პირდაპირ წასულიყავით. გული ცუც მიგრძნობს. კარიშხალი ახლოვდებოდა. სხვა გზა არ გქონდა. ენცო მოდის. გულთბილად მოეკეცი. ჩემი ხათრით მაინც. სესილია. არ ვიცოდი ასეთი მშვენიერი თუ იყავით. არ გავისეირნოთ? თურქები. ქალები წაიყვანეთ. ჩქარა, ჩქარა. ხმალი მომეცით. Mama! 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 Წადი. ვალერია წაიყვანე. Mama! 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 Mama!
სინიორა. მიშველეთ. სინიორა კვდება. სინიორა. ექიმს დაუძახეთ. ჩქარა. აქ რა ხდება? სულთანო, წუხელ ჰარემში ცუდი რამ მოხდა. ალბათ იმაზე საუბრობენ. რა მოხდა? მე რატომ არ ვიცი? სწორედ ახლა ვაპირებდი თქმას. ერთ-ერთმა გოგონამ თავის მოკვლას სცადა. საბედნიეროდ უფლისულმა სელიმმა დროულად მიუსწრო. სელიმმა? დიახ. მიჰრი მაქვს სულთნის სასახლიდან რომ ბრუნდებოდა, ყვირილის ხმა გაუგონია. იმ გოგოს რა ჰქვია? სესილია. ის გოგონაა გუშინ გზა რომ გადაგიყვათ. მებრალება. ძალიან ლამაზია. ტყუა თუ არ აქვს? სილამაზეს რა აზრი აქვს? იწექი, არ ადგე. შენ გამო მთელი ღამე გავატენე. რა მოხდა? მეკითხები კიდეც? ვენები გადაიჭერი. მომეცი მე მიხედავ. რატომ გადამარჩინეთ? სიკვდილი მინდა. აქ ჯოჯოხეთია. ჯოჯოხეთს და 64-ს თავად ვქმნით. გიურემ სულთანი ხომ ნახე? აქ რომ მოვიდა, ჩვენნაირი იყო. იურემ სულთანი? ის ქალი დახმარება რომ სთხოვე. ის სულთან სულეიმანის კანონიერი მეუღლე და მისი 5 შვილის დედაა. აქ რომ მოვიდა ის იციტანჯებოდა. თუმცა ფარხმალი არ დაუყრია. ბრძანებლის მოხიბლა შეძლო. მოხიბლა? თავი შეაყვარა. ბრძანებელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა. ამიტომ შეძლო და მტრები ნელ-ნელა ჩამოიშორა. ახლა სულთანია. მასზე ძლიერი ქალი მსოფლიოში არ არსებობს. შენც ბედი გქონია. უფლისწულს რომ არ მოესწრო, ახლა მკვდარი იქნებოდი. უფლისწულს? თქვენთან პრინცი ჰქვია. უფლისწული იგივე პრინცია. ის სულთან სულეიმანის შვილია. სინანაღა სად არის ნასუხ ეფენდი? იქ არის მბრძანებელო. დღე და გამმუშაობს რომ მეჩეთი დროულად დაასრულოს. თუ გნებავთ დავუძახებ. არ არის საჭირო. მოგვიანებით ვნახავ. ხოჯაჩელები. შვილისთვის უნდა ვილოცო, გამომყევი. ეს დიდი პატივია მბრძანებელო. ალაჰმა გაძლება მოგცეთ მბრძანებელო. მას სასופველი დაუმკვიდროს. ცოცხლებს კი სიმშვიდე არ მოაკლოს. ამინ ხოჯაჩელები, ამინ. შენ როგორ ხარ ხოჯაჩელები? დიდი ხანია არ გვისაუბრია. ალაჰის წყალობით კარგად ვარ მბრძანებელო. თუმცა
შეიჰულ ისლამ ეფენდის ვერაფერი შევაგნებინე მბრძანებელო. მინდა მოგვიანებით მის შესახებ მოგახსენოთ. კარგი. როგორც იცი, უფლისწულები დედაქალაქში მოვიწვიე. აქ არიან. როგორც ჩანს, ამჯერადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგახართ მბრძანებელო. სანჯაკს ეხება, არა? გადაწყვეტილება უკვე მივიღე, ხოჯაჩელები. ახლა მთავარია მომავალში რა მოხდება. როგორ ფიქრობ, ჩემი შვილები საამისოდ მზად არიან? ოსმალეთი ან ჩემი მტრები ამისთვის მზად არიან? რა მნიშვნელობა აქვს მზად არიან თუ არა მბრძანებელო? თქვენი ურყევი ნების წინაშე მთაც რომ იყოს, დაინგრევა. ქარიშხალი ჩადგება და ზღვა დაშრება. როცა ეს გვირგვინი უფლისწულის საფლავს დაადგით, დიდხანს ვიფიქრე. ბრძანებელმა ასეთი ბრძანება რატომ გასცა? ასე რატომ მოიქცა მეთქი? პასუხი გაიცი? ამ კითხვას რამდენიმე პასუხი აქვს მბრძანებელო. თითოეული მათგანი გულს ალად ედება და სულს სტანჯავს. შესაძლოა ამით ყველას აჩვენეთ, რომ ტახტის მემკვიდრედ გარდაცვლილი უფლისწული გესახებოდათ. ან იქნება იმიტომ, რომ ტახტის ნამდვილი მემკვიდრისთვის ჭკუა გესწავლებინათ. შეგეხსენებინათ, რომ ძალაუფლებისკენ მიმავალ გზას სიკვდილი ყოველთვის თანსდებს. მე სულეიმანი ვარ. 16 წლის ვიყავი, მემკვიდრე უფლისწულად რომ მაყიარეს და მანისას სანჯაკში გამგზავნეს. მამაჩემმა, სულთან სელიმ მრისხანემ, ძალაუფლებისკენ მიმავალ გზაზე არც ძმები დაინდო. არც საკუთარი მამა, სულთან ბაიაზიდ ხანი და გვირგვინი ბრძოლით მოიპოვა. ძალადობითა და სისხლით მიღებული ხელისუფლება მამაჩემის ცოდვებთან ერთად გადავიბარე. ჩემი თავშესაფარი პოეზია გახდა. სახელად მუჰიბი დავირქვი. პირველად ეს დავწერე. შენი სურვილი ლექსის სტრიქონებს გაანდე. გულს ნუენდობი, საიდუმლოს არ შეგინახავს. ამიტომ გაჩუმდი და დაელოდე. მე სულეიმანი ვარ. უზენაეს მადლობას ვუხდი, რომ დამინდო და ჩემი ძმების სისხლს ამარიდა. ძმაზე ხელს არასდროს აღმართავდი. არასდროს. თუნდაც ჩემთვის შიშარა ეწოდებინათ, პასუხს დედაჩემის თვალებში ვეძებდი. დაე, ოსმალეთის მთელი სიმდიდრე მათი ყოფილიყო, თავარია ძმების სისხლი არ დაყრილიყო. მაგრამ ჩემი შვილები ჩემსავით მზად არიან, რომ ამაზე უარი თქვან. ძალაუფლებას რომ მიიღებენ, სისხლს არ დაყრიან. რა მომავალი ელოდებათ? ნუთო ძმებზე ხელს აღმართავენ. შეძლებ კი მათ შეჩერებას სულეიმან. ეყოფა საამისოდ ძალა, შენი ურყევი ნება, რომელიც ზღვებს, მთებს და ოკეანეებს იმორჩილებს. შეძლებს კი სისხლის ხრის შეჩერებას. თუ თავად გახდები ამ სისხლის ხრის მიზეზი. სულთანო, უფლისწულები საბჭოს ხდომაზე იხმეს. მბრძანებელმა ასე ინება. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს. მუსტაფა, სელიმი, ბაიაზიდი და ჯიჰანგირი, სულთან სულეიმანის 4 ვაჟი.
ამბობენ, შვილები მშობლების ანარეკლები არიანო. მუსტაფა მამას ურყევინებით და სამართლიანობით ჰგავს. სელიმი დახვეწილი გემოვნებით და შემოქმედებითი ნიჭით. ბაიაზიდი მასავით დაუმორჩილებელია. ჯიჰანგირი გონებით, სიბრძნით და გამჭრიახობით ჰგავს. ყოველი შვილი მამის ხასიათის ნაწილს ატარებს, კარგს ან ცუდ ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ ერთად იზრდებოდნენ, ტახტისკენ მიმავალ გზაზე მარტო მიაბიჯებენ. სამწუხაროდ, ტახტზე მხოლოდ ერთ-ერთი მათგანიავა და პირველივე დღეს სიკვდილით დასჯის ბრძანებას გასცემს. თუ რა თქმა უნდა, ამ დროისთვის ცოცხლები იქნებიან. მე იბრაჰიმი ვარ. განამ მხოლოდ მე ვხედავდი ყოველდღე ბრძანებლის თვალებში საკუთარ აღსასრულს. განამ მხოლოდ მე ვუყურებდი სულთანს უძირო თვალებში და სიკვდილისკენ მივემართებოდი. განამ მხოლოდ მე ვარ სხვერპლი. თუ ძალაუფლებისკენ ლტოლვა კიდევ ბევრს შეიწირავს. სამყაროს მბრძანებელი დიდი ფადიშაჰი სულთან სულეიმან ხანი სარუჰანის სანჯაქის მმართველად უფლისულ სელიმს ნიშნავს.
დიდი падიშაჰის გადაწყვეტილებით უფლისწული სელიმი ტახტის მემკვიდრე ხდება. დაე ალაჰი იყოს მისი შემწე. როგორ ფიქრობ, მემკვიდრის სანჯაკში რომელი შვილი უნდა გავგზავნო ჰიურემ? რომელი უფლისწული? შენ უკეთ იცი სულეიმან. მაგრამ მე თუ მკითხავ, უფლისწული სელიმი უნდა გაგზავნო. დემეკ ესე იგი სელიმი. ჩემი ბრძანება აქ არის. ამ დალუქულ ზარდახშაში ჰიურემ. ვინ შევარჩიე, მალე შეიტყო. ბაიაზიდ, შეჭერდი. ბაიაზიდ. გული არ გაიტეხოთ უფლისწულო. იქნება ასე ჯობდეს. რა უნდა ჯობდეს ჰაირედინ ფაშა? ბრძანებლის 64-დან ისევ განდევნეს. რადგან ასეა უფლისწულო, საკუთარი 64 შექმენით. სად იყავი დედა? თანაც ასეთ მნიშვნელოვან დღეს საქმე მქონდა. გადაწყვეტილება გამოუცხადებიათ. ამიტომ გეკითხები. რამე გაიგე? დედა, ეს რას ნიშნავს? ბრძანებელმა სელიმი რატომ აირჩია? დამშვიდდი შვილო, მოდი, დაჭექი. როგორ დამშვიდდე დედა? ვერ გაიგე? მამამ ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღო? ეს შეუძლებელია. გაჩუმდი. ჩენც. მამა თქვენის გადაწყვეტილების განჯისუფლება ვინ მოგცათ? ბრძანებელმა ასე მიიჩნია საჭიროდ. რა გაეწყობა? უნდა დავემორჩილოთ. უფლისწულო? რამეს ხომ არ მიბრძანებთ? კონიაში შიკრიკი აფრინე. გაზანფერ აღა სამზადის შეუდგეს. მანისაში მივემგზავრებით. ხედავ ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ხარ დედა. თუ სელიმი მემკვიდრედ შენ შესთავაზე. მე არ გადამიწყვეტია ბაიაზიდ. ბრძანებელმა ასე ისურვა და უნდა დავემორჩილოთ. დავემორჩილოთ. გასაგებია? რა თქმა უნდა დედა. ბრძანებელმა ამჯერადაც ჩემი დასჯა გადაწყვიტა. თუმცა სრულიად უდანაშაულო ვარ. ბაიაზიდ, გაუშვი წავიდეს. ახლა ლაპარაკი არ ღირს. სელიმი შენ ურჩია რა? საჭირო მითითებები უკვე გავეცი ბრძანებელო. სამზადისი დასრულდება თუ არა, უფლისწული მანისაში გაემგზავრება. სელიმს თვალი არ მოაშორო რუსტემ. მისთვის ეს საკმაოდ დიდი ტვირთია. ნუ ღელავთ ბრძანებელო. გამოცდილებას ნელ-ნელა შეიძენს. ვეცდები ტვირთი შევუმსუბუქო. მის გვერდით ვიქნები. შემოდი. ბრძანებელო. უფლისწული მუსტაფა გეახლათ. გაუჯერებელია. ამდენი ხანი ტყუილად ვწვალობდი. მეგონა შენს ბაიაზიდს უჭერდი მხარს.
დამიჯერე, ასე ჯობია მიხრიმა. ბაიაზიდი ძალიან ფიცხია, მოუთმენელი. ეს მაშინებს. ჯერ ახალგაზრდაა. უნდა დამშვიდდეს. რატომ დამიმალე, დედა? რუსტემმაც იცოდა? არა. გადავწყვიტე არავისთვის მეთქვა, რადგან ხელს შემიშლიდით. რა თქმა უნდა, და მართლებიც ვიქნებოდით. სელიმი არ გამოდგება. კონიის სანჯაკსაც ვერ მართავს. ჩვენ რისთვის ვართ? დავეხმარებით. ბაიაზიდსაც დავეხმარებოდით. რატომ ვერ ხვდები მიხრიმა? ბაიაზიდი ჩემი იმედია. ვერ გავწირავ. მტრებს ხელში ვერ ჩავუგდებ. სელიმი ჩემი შვილია. ესე იგი მას წირავ. სწორად გავიგე? არა. სელიმი თავმდაბალია. შვიდია. მასში საფრთხეს ვერ დაინახავენ. მაგრამ ბაიაზიდი მამასავით ძლიერია. ჭკვიანი და გამბედავი. ძლიერი კონკურენტია. მტრები, რომლებმაც მეჰმეთი წამართვეს, მის დაღუპვასაც შეეცდებიან. ამას არ დავუშვებ. არა. მაშინ აქ არ იყავი. ახლა ხარ. რუსტემი კი დიდი ვეზირია. ჩემს ძმას ერთად დავიცავდით. დამიჯერე მიხრიმა. ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ ბაიაზიდი კი არა. სელიმის გადავარჩინე. ჩემი აზრით შეცდი. იმის ნაცვლად, რომ მუსტაფასთვის გზა მოგეჭრა, სელიმი და ბაიაზიდი ერთმანეთს დაუპირისპირე. უფლისულო. უგუნებობას გამჩნევთ. მანისაში გამგზავრებაზე ოცნებობდით? რაც არ გეხება, ნუ ერევი რუსტემ. ჩემი უმნიშვნელო ოცნებაც კი შეიძლება შენთვის დიდი აღმოჩნდეს და დაგაზარალოს. მბრძანებელი გელოდებათ. მბრძანებელო, როგორ ხარ მუსტაფა? ძვირფასი ქვები ჩამოგიტანეთ. სახურებს უნდა გადმოეცათ, გადმომცეს. არაჩვეულებრივი ქვებია. ერთი სული მაქვს დამუშავებას როდის შევუდგები. მიხარია. მბრძანებელო, რუსტემ ფაშას ველაპარაკე, სამზადის უკვე შეუდგა. პარასკევის ნამაზის შემდეგ სანადიროდ წავალთ. დავისვენებთ. ცხენებით გავისეირნებთ. გავერთობით. კარგი იქნება. მაგრამ თუნებას დამთავთ, სანჯაკში დავბრუნდები. უფლისწული მბრძანებელთან არის სულთანო, სხვა არაფერი ვიცი. იმედია უფლისწული გრძნობებს არ ახვება და მდგომარეობას კიდევ უფრო არ გაართულებს. გრძნობდი სულთანო, ვიცოდი რომ რაღაც ცუდი გველოდებოდა. წავიდეთ, რამე უარესი არ მოხდეს. გაჩუმდი ენა მარგიღილოს რომეისა. უბრალოდ იმედი გქონდა. სულ უმნიშვნელო, მაგრამ მაინც გქონდა. სამწუხაროდ არ აგვისრულდა. თუმცა გამიკვირდებოდა ჩვენთვის სასიკეთო გადაწყვეტილება რომ მიეღოთ. იურემის გარემოცვაც დაბნეული იქნება. დიახ. ისინი უფლისწულ ბაიაზიდს უჭერდნენ მხარს. იმედი გაუცრუვდათ. იურემი რას ფიქრობს, რას მოიმოქმედებს, არავინ იცის ფიდან. თუმცა მართალი ხარ. მე მკვიდრი სანჯაკი სელიმმა როგორ უნდა მართოს. ჩემი შვილის ფასს ახლა გაიგებენ.
მეგონა რომ ცოტა ხანს კიდევ დარჩებოდი. ამას ის სანჯაკი ხომ იცით როგორია? უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. ალაჰის წყალობით თქვენ და ჩემი ძმები კარგად ხართ. დავარი ეს არის. კარგი, შეინებაა. თუ თქვენი სტუმრობით პატივს დამდებთ, მბრძანებელო. ამასიაში ვინადიროთ. იქ კარგი ადგილებია. ჩამოვალ. მუსტაფა. ნიშნულობა არ აქვს, სად იქნები. თავარი ის არის, რომ ჩემი შვილი ხარ. როცა დრო მოვა, ამ ქვეყანას დავტოვებ და სულს მივაბარებ. ტახტზე ვინავა, ეს ალაჰმა უწყის. ეს მისი ნებაა და არა ჩემი. დღემდე მბრძანებელო. მხოლოდ ის მსურდა, რომ ღირსეული შვილი ვყოფილიყავი. მომავალშიც ასე იქნება. ალაჰმა დღეგრძელობა მოგცეთ. ეს რა არის? მუშის წვრიანია, სინьора. გემრიელია, გასინჯეთ. არ შევჭამ. წყალი მომიტანე. გემრიელად მიირთვით, გოგონებო. გმადლობ დილშაჰ ხათუნ, რა ხდება? სახე გიბწყინავს. არ იცით? უფლისწული სელიმი სარუჰანის სანჯაკის მმართველად დანიშნეს. მალე მანისაში გავემგზავრებით. სუმბულ აღას უნდა ვთხოვოთ. უფლისწულის ჰარემისთვის შეგვარჩიოს. იქნებ გაგვიმართლოს. სელიმ. ჩემო უფლისწულო. რომ გავიგე ძალიან გამიხარდა. ალაჰმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს. მე კი მეგონა რომ გული დაგწყდებოდა დედა. ვიცი რომ სხვას უჭერდი მხარს. ადრეც გითხარი. ჩემთვის ორივე ძვირფასი ხართ. ასე რომ არ იყოს ბაიაზიც აირჩევდნენ. მართლა ჩემი ძმა სად არის? სხდომის შემდეგ აღარ მინახავს. შენ იმაზე იფიქრე, რა უნდა გააკეთო. მანისაში წასვლა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი გდარჩენაა. რაც მუსტაფას დაემართა, შენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. თორემ იქიდან შენს გაგაძევებენ. გესმის? ფრთხილად ვიქნები დედა. რა თქმა უნდა იქნები. გონებას მოუხმობ და ჩემს რჩევას ყოველთვის გაითვალისწინებ. გესმის, სელიმ? სულთან სულეიმანი მობრძანდება. იურემ. სულეიმან. მე და უფლისწული ვსაუბრობდით. აღელვებულია. ბედნიერია და უსაზღვროდ მადლიერი. ბრძანებელო, ამ გადაწყვეტილებით მთელი სამყარო ფეხქვეშ გამიგეთ. იმედს არ გაგიცრუებთ. ეჭვიც არ მეპარება. ჯანფედა ხათუნ. კიდევ რამე გაიჭერი? რაღაც გავიგონე. უფლისწული სელიმი სადღაც მიემგზავრება. შენ ვინ გითხავს? რა ხდება? როგორ ბედავ? უბრალოდ მაინტერესებს. სანჯაკის მმართველი გამხდარა, ეს რას ნიშნავს? ოსმალეთის იმპერიაში ათობით სანჯაკია. მათგან ყველაზე პატარაც კი თქვენს ვენეციაზე დიდია. უფლისწულები ყველაზე მნიშვნელოვან სანჯაკებს მართავენ.
სხვა უფლისწულებიც არიან? რა თქმა უნდა. ალაჰის წყალობით კიდევ 3 უფლისწული გვყავს. სულთანი რომელი გახდება? ის ვისაც ბედი გაუღიმებს, მაგრამ რადგან მანისაში უფლისწული სელიმი მიემგზავრება, ის ერთი ნაბიჯით წინაა. რადგან მანისა მემკვიდრი სანჯაქია, სულთანი უფლისწული სელიმი გახდება? ალაჰ, დიდებულო, მე საიდან უნდა ვიცოდე? წადი ჭამე. თორემ შეერი დარჩები. დაუჯერებელია. მამამ სელიმი როგორ აარჩია, როცა მე ვარსებობ. დარწმუნებული ვარ, უკეთესი მმართველი იქნებოდი. ძმაზე ასე ნულაპარაკობ ბაიაზიდ. მას ახლა დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. უნდა დავეხმაროთ. დედა ჩემი ვით ლაპარაკობ. ხვალ ხომ გამაცილებთ. რას ამბობ? სად მიდიხარ? ამასიაში ბრუნდები ჯიჰანგირ. აქ ხომ შენ გამო ჩამოვედი. ცერემონია დასრულდა. დროა დავბრუნდე. არ წახვიდე. ჯერ ვინადიროთ. ბაიაზიდ უთხარი. ჯიჰანგირი მართალია. ვინადიროთ და მერე წადი. მამას უკვე ვუთხარი. ნება დამთა. რატომ მიდიხარ? რადგან ხომ ჩამოვედი. ახლა წასვლის დროა.